ხორცი იყო მართლა თქვენც უნდა წახვიდეთ. და ბოლოს ვიყავი Global Village-ში. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ეს Global Village არის ესეთი რაღაც, სადაც სოფლიოს ყველა კუთხის ეს არის წარმოდგენილი, რა ქვია, ღირსშესანიშნაობა წარმოდგენილი, კვება, აი მიმდენი საჭმელი იყო, აი რა გითხრათ და ტრადიციული ტანსაცმელი კულტურა რაც აქვს, ყველა ქვეყანა იყო საქართველოს გარდა, საქართველოსაც ვეძებდი და მაგრამ დამწყდაგული რო არ იყო. ეგეც არის ვიდეოში რომ საქართველოს ვეძებდი და ბოლოს გავსინჯე 5 სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძი. მარტივად რო აგიხსნათ, ერთი იყო აქლემის ხორცი, რაზეც ამბობდნენ რომ საზღრობა იყო, მაგრამ ჩემ რეაქციას ნახავთ. ერთი იყო თმიანი საჭმელი, სადაც ანუ ფეხში შველები აკეთებენ ქალები და აი საზიზღარი სანიტარი არ იყო დაცული და საზიზღარ საჭუჭყიანი იყო ყველაფერი, აი ნახავთ ვიდეოში რა ხდებოდა, აი მოკლედ მაგაზეც სულად გავხდი. გასინჯე ყველაზე გრძელი პიცა მსოფლიოში, ანუ 75 სანტიმეტრიანი პიცა და მთლიანად ჭამე ხალხო, ანუ გჯერათ. მაგის მერე სულად გავხდი იმდენი ვჭამე. და ვჭამე ძალიან გემრიელი ბელგიური ვაფლი. ჭამე ასევე თურქული ნაყინი, რო გაწვალებენ და არ მომეწონა და დანარჩენს ნახავთ რა. ანუ მართლა ძალიან სიგიჟეები ვაკეთეთ ამ პირველი სასტარტო ვიდეოში თან ჩემი ჯანმრთელობის ფონზე არ დაგავიწყდეთ. ხო, კიდევ ერთ დავამატებ, რომ ზიპლაინიც უნდა მეფრინო და ვერ ვფრინე. ამიგრძალეს, არ შეიძლება შენთვის წნევა დამივარდა და თვალზე საოცრება მჭირდა ნახავდით და ეს ზიპლაინი ერთი წელი შემიძლია დავჯავშნო და წავიდე, ამიტომ ხო, რომ მივაღწევთ რაღაცა რაოდენობის გამოწერებს YouTube-ზე, წავალ მარტო იმისთვის დუბაიში, რომ ეს მეათე აქტივობა ავანაზღაურო და ზიპლაინით გადმოვფრინდე. ყველაზე გრძელი ზიპლაინია მსოფლიოში, ურბანული ან დასახლებული. ხო, ეხლა წავიკითხავ კომენტარებს. ამჯერა პირველად ვარ შენს ლაივში. კომენტარებს გითხობ ყველასას. და გასაბსკრაიბე. ყველას დიდი მადლობა რა მაწერია YouTube-ზე. რაც აქ მაწერია, ესე მომნახავთ, რაც აქ მაწერია, ზუსტად ეგ მაწერია YouTube-ზეც. Wonder Blonde. ძალიან გამიხარდება, ხო, მოკლედ თუ შენ და მესიზრე ერთი კვირის უკანარატო არ ვიცი. მე არ ვიცი, პირველად დავესიზრე ადამიანს მე მგონი არავის არ თქოს ეგეთ რაღაც შემთხვევას. თვალზე რა მჭირდა, ხო, თვალი ძალიან ცუდად მქონდა, აი ეს მარჯვენა თვალი იყო ჩემთვის მარჯვენა, ანუ კაპილარი გამისკდა თვალის და მთლიანად სისხლიანი, ანუ თუ გაქვთ ნანახი არქეინი, სილკოს გავდი ჩვეულებრივ სილკო ვიყავი, წითლად მქონა თვალი მთლიანად. მოკლედ წნევის გამო კაპილარი გამისკდა და ანუ ეს სისხლი თვალს გადაეტო რა, ანუ საზღრობა იყო. და ანუ პირველად ყოველ ცუდის იყო, რომ აი დედაჩემის რეაქცია ისე შეიცხადა და თან თვალებში რო გიყუროს ადამიანი, ისე შემეშინდა, მეტი არ შეიძლებოდა და მოკლედ ეგ არ დამავიწყდა არასდროს ეგ შიში რა, ანუ ძალიან შემაშინა. და ზუსტად ამავე დღეს, ანუ მეორეჯერ გამიგეთა ეგეთი რაღაც, ანუ ჯერ ხო გასკდა ეს კაპილარი, ცოტა წითელი მქონდა, ვიდეოში ცოტა წითელი ჩანს და ეგ მერე მთლიანად მთელ თვალს გადაედო რა. ხო და მოკლედ ისეთი რეაქცია ქონდა დედაჩემს. აი მეგონა რომ თვალი აღარ მქონდა და ანუ მართლა ერთი თვალიდან ვიყურები თუ ორი თვალიდან თუ რა ხდება, ანუ ეგეთი რეაქცია მქონდა რა. ისე შემეშინდა ერთი სიტყვით. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ნაყინი საშინელება ის რომ გეთამაშებენ. აუ კი, ძალიან უგემური იყო ეგ თურქული ნაყინი. აი არ ვიწუნებ საჭმელს, ანუ ზოგადად ყველაზე პრეტენზიო არა, ანუ საჭმელის მხრივ, ანუ ეს სპეციფიური რომ აი რაღაც იმიანს არ ვჭამ, ამას არ ვჭამ, არ ვარ ეგეთი და ეგ ნაყინი უგემური იყო, აი მართლა, აი არაფრის გემო არ ქონდა, აი რა გითხრათ რა. ძალიან ესეთი უგემური ნაყინი პირველად გავშინჯე მართლა. რავი. ატო არ ვიცი ხო რა და ეგოა ჩაყვა რაღაცა არ ვიცი აზრზე არა ვარ მეც არ ვიცი მიდი წადი უყურე ჩემ ვიდეოს და ანუ გიხოცებით კომენტარები გამიზიარეთ რა მოგეწონებათ რა არ მოგეწონებათ ჩელენჯები შეგიძლიათ დამიწეროთ რომ აი მაგალითად წადი ბრაზილიაში აი ბევრი ხა მომდის შეტყობინება YouTube-დან ბრაზილიაო რა წადი აქ და გააკეთე ეს, ანუ ჩელენჯებით შეგიძლიათ დამიწეროთ რა, რომელიც ყოველთვის მომეწონება
გავაკეთებ იმას, რასაც იტყვეთ, ანუ ჩელენჯებს თვითონ სიტყვა და წადი ბრაზილიაში და მონახე, ან ბრაზილიაში გააკეთე ლარჯი, ან არ ვიცი რა, ანუ 1000 რაღაც ხვდებით, გამკეთებელი ვარ ხო იცი და მოკლედ ჩელენჯების იდეებით შეგიძლიათ დამიწეროთ თვითონ YouTube-ის ვიდეოს კომენტარზე რა, იმიტომ რომ ძალიან ჩვეულებრივად განვიხილავ. ამიტომ რა ვიცი, მე არ მიშლის ჭკუა და გონება და არც გული და არც ტვინი არაფერს, ამიტომ შეგიძლიათ რომ ეგეთი ჩელენჯებიც გამოვაგზავნოთ და დაწეროთ. ესეთი ამბავია, რომ გავიგერო YouTube-ი რაო. ეგრევე გამოვიწერე პირველ ვიდეოდან და TikTok-ზე YouTube არხის შესახებ. ვაუ. აუ ძალიან დიდი მადლობა მართლა რა. სათვალე უნდა გავიკეთო ხალხო, იმდენი ხანი გავატარე მონიტორთან. ეს დღეები, ანუ აი ამ YouTube-ის ვიდეოების გამო, რომ ცოტა არ იყოს თვალები ამტკივდა ბოლო პერიოდია რა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ეს სათვალე მე მგონი ზემოთ არ მომიტანია ოთახში და მე მგონი ქვევით დავტოვე, არ ვიცი, იმიტომ რომ აქ ვერ ვხედავ სპეციალური დამცავები ყიდა, რომელიც წესით იცავს თვალებს გამოსხივებისგან, როგორც მითხეს, ანუ წესით და ხო, აქ არ არის აშკარად ქვემოთ არის. მოდი ნახოთ რას მეკითხებით. 25 წლის ვარ, ვაიმე არ მჯერა. ზოდიაქოთი თევზები, ახლა გავხდი 25-ის. მაგრამ ახლა გავიდა დრო გაფრინდა მინფრინავს. სადმე გაფრინდი და ოკეანეში შედის შუა ზამთარში. ზამთარი ჩვენთვის თუ ზამთარი ვინმე სხვასთვის, ანუ ეს მითხარ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც გაკეთებული მაქვს იანვარი იყო ჩვენთან საქართველოში, ეგრე წავედი მალდივებზე და შუა ოკეანეში ჩავყვინთე, რომ მენახა ლამაზი კუები, ანუ კუ, ხო იცით რა არის კუ, მოცურავე კუ. ხო და ეგეთი რაღაც რა ვიცი, გაკეთებული მაქვს ჩვენთვის ზამთარში, ხო. ხანდახან უკვე რელსები ამეჭრა ხო ხდებით, ანუ ხო. ესეთი ამბავია რა, მოკლედ ჩემი ეს რაც იყო მთავარი, რაც მინდოდა თქვენთვის მე თქვა იყო YouTube არხთან დაკავშირებით, რომ გამიხარდებოდა, რომ გამოიწეროთ ჩემ YouTube არხი და უყუროთ ვიდეოებს. თუ რა თქმა უნდა მოგწონთ ეგ მემართულება. ძალით 1 წუთი არ შემიძლია არავის ვიდეოს ყურება მე პირადად, ამიტომ ეგ მესმის რა. არავისებს არ ვაძალებ არასდროს. იუჰუ, თმები რაო? კი, ვიდეოებზე ვინც წერთ რა ხა უნდა წავიდე უყურო, მივძადეთ, ანუ მართლა წადით, გადით აქედან და იმას უყურეთ რა, იმიტომ რომ ახლა აქ უბრალოდ ოთახში ვზივარ და ისე გელაპარაკებით და იქ ვარ სხვაგან და ვაკეთებ 1000 იდიოტობას რა, ამიტომ ის უფრო საინტერესო. ხო, თემს არ იჭრი. აუ, თემი შეჭრა არ გამახსენო, შესაჭრელი მაქვს ცოტა ბოლოები და არ მიყვარს თემების შეჭრას ვერ ვიტან და ანუ არ შეიძლება, უნდა შევიჭრა იდეაში და შესაჭრელი მაქვს ბოლოები. თან რა არის, ანუ ამდენი სხვადასხვა ფაერი აფუჭებს თმას რა. აი მალდივებზე მაგრად გამიხუნდა თმები, ანუ მარილიან წყალზე და მზეზე ძალიან ხუნდება თმა და ანუ უხეშდება ხო ხდებით და ასე შემდეგ და ნუ ბოლოებინა შეიჭრა წესით, მაგრამ რავი, ყოველ წასვლაზე თმას შევიჭერი, თავზე თმა აღარ დამრჩება, შეგამოდის ჰაწი ამიერი და მით უმეტეს მაშინ. ხო და რა ვიცი, ეს შეღებილი გონია ყველას, ეს არის გახუნებული თმა. ეს არის ჩემი შიდა მხარე თმის, ანუ შიგნიდან რაც არის და გარედან მზის გამო ნახეთ როგორი გახუნებული მაქვს თმები. ანუ ნახეთ ზემოდან ესეთი ფერი მაქვს და შიგნიდან, ანუ როგორი მუქია ხო? ანუ რა ვიცი.